ახლა კი გავიხსენოთ უცოდველ ყმათა გაჟლეტის ამბავი, რადგანაც ქრისტეს შობა განუყოფელია ამ ამბისგან. რა გაგებით იმ თვალსაზრისით, თუ როგორ იბადება ჩვენში ღვთაებრივი? ის იბადება ძღვენის შეწირვით. რა ძღვენის შეწირვაზე აქ საუბარი? ჩვენს შინაგან არსებაში, ჩვენი არსების გაუცნობიერებელ სიღრმეებში, რასაც დღეს არაცნობიერს ვუწოდებთ, არსებობს წარმოუდგენლად მდიდარი პოტენციური სამყარო, რომელიც ცხოველური, მშვენიერი ენერგიებისგან შედგება. ეს ცხოველური ენერგიები შეიძლება უარყოფითად გამოვლინდეს, მაგალითად პატივმოყვარეობის ლომად, ავსიტყვაობის გველგესლად და სხვა მსგავს სახეებად, რომლებიც ხშირად გვხვდება რომანულ ბაზილიკებზე. ჩვენი ამოცანაა თითოეული ამ ცხოველის მოხელთება, ეს სხვადასხვა დაბადების მეორე თავშია ნათქვამი და მათთვის სახელის დარქმევა. იქ გარეგანი კი არა, შინაგანი ცხოველები გულისხმება. ჩვენ უნდა დავარქვათ სახელი ჩვენს ცხოველის. უნდა დავასახელო მე ჩემი შური, ჩემი ავსიტყვაობა, ჩემი შიშები და სხვა. თითოეული ეს ცხოველური ენერგია ძღვნად უნდა მივიტანოთ გულის საკურთხეველზე, ანუ ცეცხლის საკურთხეველზე. იქ გასაოცარი ალქიმია ხდება, გასაოცარი და მოულოდნელად ეს ცხოველი აღარ არსებობს. ჩნდება ცოდნა. ის გასცემს თავის ინფორმაციას, რომლითაც ზრდით ცოდნის ხეს, ჩვენში აღმოცენდება ღვთაებრივი ენერგია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როდესაც არ ვასრულებთ ამ შინაგან სამუშაოს, დაგროვილი ბნელი ენერგიები გარეთ ფეთქდება. შინაგანი ცხოველების ნაცვლად ადამიანები იწირებიან მსხვერპლად. უცოდველ ყმათა გაჟლეტა განუყოფელია ქრისტეს შობისგან. ეს ჩვილები წმინდანები არიან. ისინი ღვთაებრივ დიდებაში მყოფობენ. ეს ცხადია. მაგრამ მათი გზა ღვთის დიდებისკენ მსხვერპლშეწირვის საკურთხეველზე ასვლით დაიწყო და დღეს, ისე როგორც არასდროს, ურიცხვი ადამიანი იღუპება. ეს უცოდველ ყმათა გაჟლეტაა. ისინი წმინდანები არიან. ჩვენ ვგლოვობთ მათ, მაგრამ ისინი ღვთაებრივ დიდებაში არიან. მაგრამ ისინი ჩვენ აღუსრულებელ საქმეს ეწირებიან და ვფიქრობ, დროა მივხედოთ ჩვენს აღსასრულებელ საქმეს, ჩვენს არსებაში უნდა ვშვათ ძე კაცისა, ანუ შინაგანი ქრისტე, ღვთაებრივი ენერგია, რომლითაც დიდარია თითოეული ჩვენგანი და რომლის შობას თითოეულ ჩვენგანს შეუძლია. სწორედ ეს არის ქრისტეს შობის აზრისი, რისი დამოწმებაც სურს, ესაა სიხარული. განუზომელი სიხარული. როდესაც ამ სამუშაოს აღასრულებს საკუთარ თავში, როდესაც ღრმა წირავს შინაგან ცხოველებს, შედიხარ სიხარულში, ღრმა სიხარულში. ძალიან მიყვარს რუმის ამ დიდი მისტიკოსის ლექსი, რომელიც ამბობს, სიყვარული თვით მწუხარების შუაგულშიც კი მწუხარების გარეშეა. ეს იმას ნიშნავს, რომ დიახ, ჩვენ შეიძლება მწუხარებაში ვიყოთ, მაგრამ ის ვერ კლავს ამ სიხარულს. ეს სიხარული ღრმაა. ის აქ არის. მე ვარ ღრმა სიხარულში, გამოუთქმელ სიხარულში. რადგან ჩემში ეს ღვთაებრივი მყოფობა, ძე კაცის აქ არის, ჩემში, ის ჩემში დაიბადა.